ოქროსთმიანი პრინცესა. ერთ ქვეყანაში, რომლის სახელიც დამავიწყდა, მეფობდა ერთი ავი და ჭირვეული ბებერი მეფე. ერთ დღეს მის სასახლეში ერთი ვაჭარი ქალი მივიდა. კალათით ახლად დაჭერილი თევზი მიიტანა და მეფეს უთხრა. იყიდე ჩემგან თევზი, მეფეო, იყიდე და ნახავ, არინანებ. მეფემ ეჭვით შეათვალიერა თევზი. ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი თევზი. შხამიანი ხომ არ არის? რას ამბობ? იწყინა ქალმა. თუ ამ თევზს შეაწყვევინებ და შეჭამ, სამყაროში ყველა ცხოველის, ფრინველის და თევზის საუბარს გაიგებ. ყველაზე პატარა ხოჭოს ნათქვამის გაგებასაც კი შეძლებ. დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი და ბრძენი მეფე გახდები. ჭკუაში დაუჯდა მეფეს ეს ამბავი. ვაჭრისგან მთელი თევზი იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ძალიან ძუნწი იყო, არც კი შეევაჭრა. რამდენიც სთხოვა, იმდენი გადაუხადა. აი, ახლა კი ყველაზე ჭკვიანი ვიქნები სამყაროში. თელ დედამიწას დავიმონებ. ფიქრობდა მეფე და გაძვალტყავებულ ხელებს მოუთმენლად იფშნედდა. მალე ყველას მწარე ცრემლებს ვაღურევინებ. მერე ახალგაზრდა მსახური სახელად ირჟიკი იხმოდა სადილისთვის თევზის შეწვა უბრძანა. ოღონდ იცოდე. კაცრად გააფრთხილა მეფემ ბიჭი. ამ თევზის ერთი პატარა ნაჭერიც კი რომ გასინჯო, თავს წაგაგდებინებ. ირჟიკმა თევზი სამზარეულოში მიიტანა და გაოცებული ათვალიერებდა. ცხოვრებაში არ ენახა ასეთი საოცრება. თევზის თითოეული ქერცლი სხვადასხვა ფრად ელვარებდა, ცისარტყელასავით. ძალიან ინანებოდა ასეთი სილამაზის გამოშიგნა და შეწვა, მაგრამ მეფის სურვილს წინ ვერ აღუდგებოდა. წვავს ირჟიკი თევზს და ვერაფრით იგებს, მზადაა თუ არა. თევზი არც იბრაწება, არც ფერს იცვლის, უბრალოდ უფრო აელვარდა. როგორ გავიგო, მომზადდა თუ არა, მომიწევს გასინჯვა. გაიფიქრა ირჟიკმა. პატარა ნაჭერი აიღო, დაღეჭა და გადაყლაპა. თითქოს მზად უნდა ყოფილიყო. ჩაყლაპა თუ არა, წვრილი ხმები შემოესმა. ჩვენც მოგვეცით, ჩვენც გვინდა შემწვარი თევზი. მიმოიხედა ბიჭმა, მაგრამ ირგვლივ არავინ იყო. მხოლოდ ბუზები დაფრინავდნენ ჭერში. აჰა, მგონი ვხვდები, რატომ ამიგრძალა მეფემ ამ თევზის გასინჯვა. თევზიანი ლანგარი აიღო და ღია ფანჯრის რაფაზე შემოდო გასაგრილებლად. ფანჯარასთან ბატები მისეირნობდნენ და თავისთვის გრუგრუნებდნენ. მიაყურა და ირჟიკმა და მოისმა, როგორ ჰკითხა ერთმა ბატმა მეორეს. საით წავიდეთ? საით წავიდეთ? მეძის კვილესთან, ქერის მინდორში. მეძის კვილესთან, ქერის მინდორში. უპასუხა მეორემ. აჰა, წამოიძახა ისევ გახარებულმა ირჟიკმა. ახლა ნამდვილად ვიცი, რა ძალა აქვს ამ თევზს. გონი ერთი ნაჭერი არ მეყოფა. ბიჭმა თევზის მეორე ნაჭერით შეჭამა. მერე ლამაზად დააწყო დარჩენილი ნაჭრები ვერცხლის ლანგარზე და მეფეს მიართო. იმ დღიდან მოყოლებული ირჟიკს ყველაფერი ესმოდა, რასაც ცხოველები ერთმანეთზე უბნებოდნენ. შეიტყო, რომ მათი ცხოვრება არც ისე იოლი იყო, როგორც ხალხს ეკონა. მათაც ჰქონდათ განსაცდელიც და საზრუნავიც. ბიჭს შეებრალა ცხოველები და დაიწყო მათზე ზრუნვა. ყველაზე პაწეწინა არსებასაც კი ეხმარებოდა, თუ კი გაიგებდა, რომ რამე უჭირდა. ერთ დღეს სადილის შემდეგ მეფემ ორი ცხენის აღკაზმა ბრძანა. სასეირნოდ წავიდა და თან ირჟიკი იახლა. მეფე წინ მიდიოდა, ხლებელი ყვალში მისდევდა. ბიჭის ახალგაზრდა ცხენი წინ გაჭრას ცდილობდა. გაჭირვებით აკავებდა ირჟიკი. ცხენმა დაიჭეხვინა და ბიჭმა მისი ნათქვამი გაიგო. მეფის ცხენს ეუბნებოდა. სამო ძმაო, გავქროლდეთ და ერთ წამში გადავირბინოთ ის მთა. ჭიხვინებდა ცხენი. კარგი იქნებოდა. გამოეპასუხა მეფის ცხენიც. მაგრამ ეს ბებერი სურელი მაზის ზედ. რომ ჩამოვარდეს, კისერს მოიტეხს და არ იქნება კარგი საქმე, მეფე ამაინც. ირჟიკმა თავი ვერ შეიკავა და გაეცინა. მაგრამ ცხენების ეს დიალოგი მეფემაც გაიგო. მოტრიალდა, მსახურის ცხენს მუშტი დაარტყა და ბიჭს კითხა. რა გაცინებს თოხედო? თქვენ ვაღმატებულებავ, გამახსენდა, როგორ იჩხუბეს დღეს ახალგაზრდა მზარეულებმა და ერთმანეთი თმებით ითრიეს. ერთი ამატყუარას დამიხედეთ. მუქარით ჩაილაპარაკა მეფემ. არ დაუჯერა ირჟიკს. გაბრაზებულმა მოატრიალა ცხენი და სასახლისკენ გააჭენა. ირჟიკი რომ დაეწია, უბრძანა ერთი ჭიქაღვინო დაესხა. მაგრამ იცოდე, ცოტა ზედმეც დაასხამ,
ან ოდნავ დააკლებ, უბრძანებ თავი წაგაცალონ. ყმაწვილმა აიღო დოქი და ძალიან ფრთხილად დაიწყო ჭიქაში ღვინის დასხმა. ამ დროს ფანჯარაში ორი ბეღურა შემოფრინდა. დაქრიან დარბაზში და თან ჩხუბობენ. ერთ ბეღურას ნისკარტში 3 ოქროს თმა უჭირავს, მეორე კი მათ წართმევას ცდილობს. მომეცი, ჩემია ქურდო! არ მოგცემ, მე დავიჭირე, როდესაც მზეთ ვნახავი, ოქროს თმას ივარცხნიდა. ასეთი თმა სამყაროში არავის აქვს, არ მოგცემ. ვისაც ის სწორად გაჰყვება, ყველაზე ბედნიერი იქნება. მომეცი მეთქი! ბეღურები ჩააფრინდნენ ერთმანეთს და ძიძგილაობით გაფრინდნენ სასახლიდან, მაგრამ ამ გაწევ გამოწევაში ერთი თმის ღერი გამოუსხლტად ნისკარტიდან, დაეცა ქვის იატაკზე და ზარივით გაწკარუნდა. ირჟიკი ხმაზე მოტრიალდა და ღვინო დაეღვარა. ესეც ასე. წამოიძახა გახარებულმა მეფემ. მაშ გამოემშვიდობე სიცოცხლეს. ბოროტ მეფეს გაეხარდა, რომ ბიჭმა ღვინო დაღვარა და მის თავიდან მოშორება შეძლებდა. უნდოდა, რომ მხოლოდ ის ყოფილიყო ყველაზე ჭკვიანი მთელ სამყაროში და ეჭვი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა მსახურმაც გასინჯა ჯადოსნური თევზი. თუ ასე იყო, ის მეფისთვის სახიფათო მეტოქე იქნებოდა. უცბად მეფეს ერთი აზრი მოუვიდა თავში. იატაკიდან ოქროს თმის ღერი აიღო, ირჟიკს გაუწოდა და უთხრა. კარგი, ამჯერად შეგიწყალებ. თუ იმზეთ უნახავს მიპოვი, ეს თმის ღერი რომ ეკუთვნის და საცოლეთ მომკვრი. აიღე ეს თმა და გასწიე მისი პატრონის საძებნელად. რა უნდა ექნა ყმაწვილს? გამოართვა ოქროს თმის ღერი, მოიმზადა საგზალი და ცხენზე ამხედრებული ქალაქიდან გაემგზავრა. მიაჭენებს ცხენს, მაგრამ საით წავიდეს არ იცის. მოუშვა სადავეები და თავის ნებაზე მიუშვა ცხენი. გადაუხვია ცხენმა მიტოვებულ, სრულიად ბალახით დაფარულ გზაზე. ჩანდა, რომ საუკუნე იყო ამ გზაზე არავის გაევლო. გზამ უღრან ტყემდე მიიყვანა. გაიხედა ბიჭმა და ხედავს ტყის პირას გამხმარ ბუჩქს ცეცხლი უკიდია. ბუჩქის ძირას ჭიანჭველების ბუდია. დარბიან დაფეთებული ჭიანჭველები. ბუდიდან ვისაც რა შეუძლია, იმას ეზიდება. ზოგს კვერცხები მოაქვს, ზოგს გამხმარი ხოჭო, ლოკოკინა ან სხვა გადანახული სანოვაგე. უცებ ჭიანჭველების ყვირილი შემოესმა. გვიშველე! დაგვეხმარე ირჟი, გვიწვით! ბიჭი ჩამოხტა ცხენიდან. საჩქაროდ მოჭრა აალებული ბუჩქი და ჩააქრო. ჭიანჭველებმა ირჟიკს წრე შემოარტყეს. ულვაშების ცმაცუნით თავს უკრავდნენ და მადლობას უხდიდნენ. საუკუნე არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. ოდეს მე რამე თუ დაგჭირდეს, ჩვენი იმედი გქონდეს. ჩვენ ყოველთვის ვაბრუნებთ სიკეთეს სიკეთისთვის. ბიჭმა უღრა ტყეში განაგრძო გზა. უცებ საწყალობელი წივლის ხმა შემოესმა. მიმოიხედა და მაღალი ნაძვის ძირში ყვავის 2 ბახალა დაინახა. ბუდიდან გადმოვარდნილან და წივიან. დაგვეხმარე ირჟი, გვაჭამე რამე, შიმშილით გვდებით. დედა, მამა, გაფრინდა, ჩვენ გიჭირ ფრენა არ ვიცით. მეფემ განზრახ გააყოლა ირჟიკს ყველაზე ბებერი და სუსტი ცხენი, ნამდვილი ჭაგლაგი. დგას ცხენი მუხლები უცახცახებს, საცაა წაიქცევა და მოკვდება. ჩამოხტა ბიჭი ცხენიდან, დაფიქრდა. მერე დაკლა ცხენი და მისი ლეში ბარტყებს დაუტოვა. ჭამონ, სანამ ფრენას ისწავლიანო. ქვა, ირჟიკ! სიხარულით აჩხავდნენ ყვავის ბახალები. აუცილებლად დაგიბრუნებთ ამ სიკეთეს. ბიჭმა გზა ფეხით განაგრძო. ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, ტყეში ქარი ამოვარდა. რაც უფრო წინ მიიწევდა ბიჭი, მით უფრო მძვინვარებდა ქარი. ხეების წვერებს მიწამდე აწვენდა. ცოტა ხანში ქარის ტვენას და ხეების ტკაცატკუts ტალღების ხმა შეუერთდა და ბიჭი ტყიდან ზღვის ნაპირას გამოვიდა. ქვიშიან ნაპირზე 2 მეთევზე კამათობდა. ერთ ბადეში ოქროს თევზი ამოუვიდა, მეორე კი ამ თევზს ართმევდა. ჩემი ბადეა ყვიროდა ერთი მეთევზე. და ჩემია თევზი. და ნავი ვისია? გაჰყვიროდა მეორე. ჩემი ნავის გარეშე სადისროდი მაგ შენ ბადეს. მეთევზეები უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ და საქმე უთუოდ ცუდად დამთავრდებოდა, ირჟიკი რომ არ ჩარეულიყო. მორჩით ყვირილს. უთხრა მეთევზეებს. მომღიდეთ ეგ თევზი და ფული თანაბრად გაიყავით. ესაა და ეს. ირჟიკმა მთელი ფული მეთევზეებს მისცა.
გამოართვა ოქროს თევზი და ზღვაში გადაისროლა. თევზმა წყლიდან თავი ამოყო და უთხრა: სიკეთე, სიკეთის წილ, ჩემი წესია. როცა დაგჭირდები, დამიძახე და მაშინვე შენთან მოვცურდები. ირჟიკი ნაპირზე ჩამოჯდა დასასვენებლად. მეთევზეებმა ჰკითხეს: საით გაგიწევია კეთილო ადამიანო? ჩემი ბებერი მეფის საცოლეს ვეძებ. მიბრძანა ოქროსთმიანი მზეთუნახავი მომიყვანეო, მაგრამ სად ვიპოვო არ ვიცი. მიუგო დაღონებულმა ბიჭმა. მეთევზეებმა ერთმანეთს გადახედეს და ირჟიკის გვერდზე სილაზე ჩამოსხდნენ. რადგან ასეა და ჩვენ შეგვარიგე, გაგეხმარებით. ოქროსთმიანი მზეთუნახავი მხოლოდ ერთია დედამიწაზე. ის ჩვენი მეფის ქალიშვილია. ხედავ იმ კუნძულს ზღვაში. იმ კუნძულზე ცხოვრობ სასახლეში. ყოველ დილას გამთენი ისას ივარცხნის თმას და ამ დროს ისეთი ოქროსფერი რიჟრაჟია, რომ ჩვენ ქოხებში გვეღვიძება და ვიცით, სათევზაოდ წასვლის დროა. ნავით გადაგიყვანთ კუნძულზე, მაგრამ იცოდე, ოქროსთმიანი მზეთუნახავის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. შეუძლებელი? რატომ? იკითხა ირჟიკმა. იმიტომ, რომ მეფეს 12 ქალიშვილი ყავს. ოქროსთმიანი კი მხოლოდ ერთია. 12-ვე ქალი ძალიან ლამაზია. მათ ერთნაირად აცვიათ, თავზე 12-ვეს ერთნაირი თავსაბურავი აქვს მოხვეული, რომლის ქვეშაც თმას ვერ დაინახავ. ასე რომ ძალიან რთული საქმეა ეს, ირჟიკ. შეუძლებელი. გადაიყვანეს მეთევზეებმა ყმაწვილი კუნძულზე. ბიჭი პირდაპირ ბროლის სასახლისკენ გაეშურა. მეფეს წარუდგა, თავი დაუკრა და მოუყვა, რისთვის მოვიდა კუნძულზე. კარგი. უთხრა მეფემ. გაგატან ჩემ ქალს შენს მეფესთან, მაგრამ ამისთვის 3 დღის მანძილზე ჩემი დავალებები უნდა შეასრულო. თანახმა ხარ? თანახმა ვარ. დაეთანხმა ირჟიკი. ახლა წადი და ისვენე, ამგზავრი ხარ. ჩემი დავალებები კი ძალიან რთულია. კარგად ეძინა ირჟიკს. მთელი ღამე ზღვიდან გრილი ნიავი უბერავდა. ტალღების მოქცევის ხმა ამშვიდებდა და ხანდახან ფანჯრიდან წვრილი შხეფებიც უნამავდა სახეს. დილით ადგა და ეახლა მეფეს. მეფემ უთხრა: აი შენ პირველი დავალება. ჩემი ოქროსთმიანი ქალი კისერზე მარგალიტის მძივს ატარებდა. ძაფი გაუწყდა. ყველა მარგალიტი ხშირ ბალახში მიმოიფანტა. შეაგროვე თითოეული მარგალიტი ისე, რომ ერთიც არ აკლდეს. წავიდა ირჟიკი იმ მინდორში, სადაც მეფის ასულს მარგალიტი დაებნა. ბალახი წელამდე სწუდებოდა და ისეთი ხშირი იყო, რომ მიწაც კი არ ჩანდა. ამოიოხრა ბიჭმა, აქ რომ ჩემი ნაცნობი ჭიანჭველები იყვნენ, აუცილებლად დამეხმარებოდნენო. უცებ ბალახებიდან წრიპინის ხმა შემოესმა. აქ ვართ, ირჟიკ, რით დაგეხმაროთ? მარგალიტები შევაგროვოთ? დაგველოდე, ამისთვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება. დაატრიალდნენ ჭიანჭველები, 10 მაცუნეს ულვაშები და შეუდგნენ მარგალიტების მოგროვებას ირჟიკის ფეხებთან. ისეთი სისწრაფით მოჰქონდათ მძივის ბურთულები, რომ ბიჭი მათ ძუაზე ასხმას ძლივს ასწრებდა. როცა მთელი მძივი აასხა, წაიღო მეფესთან. დიდხანს ითვლიდა მეფე, თვლა ერეოდა და თავიდან იწყებდა. დაუჯერებელია, მაგრამ ყველა ადგილზეა. აი, ხვალ უფრო რთული დავალება გელის. მეორე დღეს ისევ მივიდა ირჟიკი მეფესთან. მეფემ უთხრა: ცუდი ამბავი დაგვემართა. ჩემი ოქროსთმიანი ქალი ზღვაში ბანაობდა და ოქროს ბეჭედი წყალში დაკარგა. ერთ დღეს გაძლევ ბეჭდის მოსაძებნად. მივიდა ზღვისპირას ირჟიკი, ჩამოჯდა და ლამის ატირდა. მის წინ უსასრულო ზღვა იშლებოდა, ისეთი ღრმა, რომ ბეჭდის საძებნელად შეცურვაც კი აშინებდა. ამოიოხრა ბიჭმა. ოქროს თევზი რომ აქ იყოს, აუცილებლად დამეხმარებოდა. უცებ წყალში რაღაცამ გაიელვა და სიღრმიდან ოქროს თევზი ამოცურდა. არ მოიწყინო, ამ წამს დავინახე ქარიყლაპია. ფარფლზე ოქროს ბეჭედი წამოსცმოდა და მიცურავდა. არი დარდო, აუცილებლად დავეწევი. დიდხანს ელოდა ყმაწვილი და ბოლოს წყლის ზედაპირთან ოქროს თევზი გამოჩნდა. ფარფლზე ბეჭედი ეკეთა. ბიჭმა ფრთხილად მოხსნა ბეჭედი, მადლობა გადაუხადა და გახარებული გაემართა სასახლისკენ.
რა გაეწყობა? თქვა მეფემ. როგორც ჩანს, გერგილიანი ადამიანი ხარ. ხვალ მომაკითხე ბოლო დავალებისთვის. ბოლო დავალება ყველაზე რთული აღმოჩნდა. ირჟიკს მეფისთვის სიკვდილის და უკვდავების წყალი უნდა მიეტანა, მაგრამ სად უნდა ეშოვა? დაადგა ბიჭი გზას, უგზო-უკლოდ მიაბიჯებდა, სანამ ერთ უღრან ტყეს არ მიადგა. ჩემი პატარა ბახალები რომ აქ იყვნენო გაიფიქრა და ფიქრის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ თავს ზემოთ ფრთების შრიალი და ყვავების ჩხავილი შემოესმა. აიხედა და დაინახა, როგორ მიფრინავდნენ მისკენ ბახალები. ბიჭმა თავისი გასაჭირი უამბო. მოусმინეს და გაფრინდნენ ფრინველები. დიდხანს არ მოსწევია მარტო ყოფნა. მალე ისევ შემოესმა ფრთების ხმა. რას ხედავს? ნისკარტებით ორი მათარა მოაქვთ. ერთში უკვდავების წყალი ასხია, მეორეში კი სიკვდილის. ღვა, შეგიძლია გაიხარო, ღვა. გახარებულმა ირჟიკმა მათარები გამოართვა და ბროლის სასახლისკენ გაეშურა. მინდორზე რომ გამოვიდა, დაინახა დიდ შავ ობობას ხეებს შორის გაბმულ აბლაბუდაში ბუზი დაუჭერია და გემრიელად შეექცევა. ბიჭმა ობობას სიკვდილის წყალი, ბუზს კი უკვდავების წყალი მიასხა. ობობა მაშინვე მოკვდა, ხოლო ბუზი გაცოცხლდა. აბზუილდა, გაწყვიტა ქსელი და გამოფრინდა. სანამ გაფრინდებოდა, ირჟიკს მიაძახა. შენ და ბედად გამაცოცხლე, მეც აუცილებლად დაგეხმარები, როცა დაგჭირდება. მივიდა ბიჭი მეფესთან 2 წლიანი მათარით. მეფე ისე გაოცდა, თვალებს არ უჯერებდა. ყოველი შემთხვევისთვის იქვე მორბენალ თაგვზე მოსინჯა სიკვდილის წყალი. უკვდავების წყალი ბაღში გამხმარ ყვავილს მიაპყურა და ძალიან გაუხარდა, როცა დარწმუნდა, რომ მართლა სანუკვარი წყლები ჩაუვარდა ხელში. გამოსდო ირჟიკს ხელკავი და დიდ მოოქრულ დარბაზში შეიყვანა. დარბაზის შუაგულში მრგვალი ბროლის მაგი დაიდგა. მაგიდის ირგვლივ კი ბროლის სავარძლებში 12 მზეთუნახავი იჯდა. იმდენად გავდნენ მშვენიერი ასულები ერთმანეთს, რომ მათმა შემხედვარე ირჟიკმა ყველა იმედი გადაიწურა. აბა როგორ უნდა ამოეცნო, რომელი იყო ოქროსთმიანი. 12-ვეს ერთნაირი გრძელი კაბა ეცვა, თმებს კი ერთნაირი თავსაბურავები უფარავდა, ისე რომ ერთ თმის ღერსაც კი ვერ მოკრავდი თვალს. აბა ამოარჩიე ოქროსთმიანი ასული. გამოიცნობ და ბედი გქონია. არა და ისეთივე ხელცარიელი წახვალ აქედან, როგორც მოხვედი. უთხრა მეფემ ირჟიკს. ბიჭმა თვალები ასწია და უიმედოდ დაიწყო სარკეში არეკლილივით ერთმანეთის მსგავსი მზეთუნახავების თვალიერება. ის იყო ხელი უნდა ჩაექნია და დამარცხება ეღიარებინა, რომ უცებ ესმის ზეთყურთან რაღაც ბზოის. კიდევ ერთხელ შემოვარე მაგიდას. თუ მაგვირდები, მე კი განახებ რომელია. თავთან პატარა ბუზი დატრიალებდა. ირჟიკმა ძალიან ნელა და დაკვირვებით დაიწყო მაგიდის შემოვლა. მეფე ღიმილით ადევნებდა თვალს, დარწმუნებული, რომ ირჟიკს ამჯერადაც არაფერი გამოუვიდოდა. მეფის ასულები წყნარად ისხდნენ და თვალსაც არ ახამხამებდნენ. ბუზი კი ჰაერში ტრიალებდა ვითომ შემთხვევით და ბიჭთან ჩავლისას ჩუმად ჩაიბზოილებდა. ეს არა, არც ეს, მაგასაც გაცდი. არა, აი ეს კი, ეს არის ოქროსთმიანი. მაწვილი გოგოსთან შეჩერდა, ყურადღებით დააკვირდა. გეგონებოდა ჯერ კიდევ ყოყმანობსო. გვერდზე მჯდომისკენ გადაიტანა მზერა, მერე ისევ დაფიქრდა და ვითომ გაუბედავა ამოთქვა. მგონი ეს არის. ფიქრობ კი ნამდვილად ეს არის ოქროსთმიანი მეფის ასული. დაუჯერებელია, ბედი შენ გქონია. წამოიძახა გაოცებულმა მეფემ. ზეთუნახავი სავარძლიდან წამოდგა. თეთრი თავსაბურავი მოიხსნა და მხრებზე ოქროს თმები ჩამოეშალა. მაშინვე მთელი დარბაზი ისეთი ციალით აივსო, გეგონებოდა მზემ მთელი თავისი სინათლე ამ ასულს უბოძაო. გოგონამ ირჟიკ შეხედა და თვალები მორცხვად დახარა. ასეთი ლამაზი და ახოვანი ყმაწვილი ცხოვრებაში არ ენახა. გული აჩქარებით უცემდა, მაგრამ მამის სიტყვა კანონი იყო. სხვა გზა არ ჰქონდა, ცოლად მეზობელი ქვეყნის ბებერ, ავყია ხელმწიფეს უნდა გაჰყოლოდა. წაიყვანა ირჟიკმა საპატარძლო ავ ხელმწიფესთან. მთელი გზა თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. თვალს ადევნებდა მის ცხენს რამისთვის ფეხი არ წამოეკრა, ან წვიმის ერთი წვეთიც კი არ დასცემოდა. ძალიან სევდიანი იყო ეს მგზავრობა, რადგან ირჟიკსაც შეუყვარდა მეფის ასული, მაგრამ თავის სიყვარულში ვერასოდეს გამოუტყდებოდა. ბებერი და ჭირვეული მეფე სიხარულისგან ახითხითდა, როდესაც მზეთუნახავი საცოლე დაინახა.
ბრძანა სასწრაფოდ დაეწყოთ ქორწილისთვის მზადება. ირჟიკს კი უთხრა: დაუმორჩილებლობისთვის შენ ჩამოხრჩობას ვაპირებდი და იქვე ყვალყორნების საცისგნად დატოვებას. მაგრამ რა კი ასეთი მშვენიერი საცოლე მომგვარე, სამეფო მოწყალებას გიცხადებ. აღარ ჩამოგახჩობ. უბრძანებ თავი მოგკვეთონ და პატივით დაგკრძალონ. დილაუთენია მოჰკვეთეს თავი ირჟიკს. გულდამწვარი აქვითინდა ოქროსთმიანი ასული და მეფეს შეევედრა მისთვის მიეცა ირჟიკის განგმირული სხეული. მეფეს თხოვნა არ მოეწონა, მაგრამ საცოლეს უარი ვერ უთხრა. იტიროს თუ ასე უნდა და მერე დაასაფლავონო. გოგონამ ირჟიკის სხეული და თავი ერთად დადო და უკვდავების წყალი მიასხა. თურმე მამას გამოუტანებია მისთვის საქორწილო საჩუქრად. ისე მიუხორცდა თავი ბიჭს, ჭრილობის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა. მერე მეორედ მიაბყურა გოგომ წყალი და უმალ წამოხტა ბიჭი, ცოცხალი და უვნებელი და იმაზე ლამაზი, ვიდრე სიკვდილით დასჯამდე იყო. მეფემ ცოცხალი და სახსალამათი ირჟიკი რომ დაინახა, ადგილზე გაქვავდა. კი, მაგრამ როგორ გაცოცხლდა და თანაც ასე როგორ გალამაზდა? ძბიერმა მეფემ გამოარკვია რაც მომხდარიყო და გადაწყვიტა ამ ამბით სათავისო დესარგებლა. ჯალათი დაიბარა და უბრძანა. სასწრაფოდ მომკვეთე თავი და მერე თვალყური ადევნე ჩემა ოქროსთმიანმა საცოლემ თავისი ჯადოსნური წყალი მომაბყუროს. მეც ახალგაზრდა და ლამაზი გავცოცხლდები. ჯალათმა ბრძანება შეასრულა და მოჰკვეთა თავი მეფეს, მაგრამ მისი გაცოცხლება ვერაფრით მოხერხდა. ტყუილად დაასხეს მთელი მათარა უკვდავების წყალი. როგორც ჩანს, მეფეში იმდენი ბოროტება იყო დაგროვილი, რომ უკვდავების წყლის ძალაც ვერ მოერია. ერთი ცრემლიც არ დაყრილა მეფის დაკრძალვისას. პირიქით, ადამიანებმა დიდი ზეიმი გამართეს მისგან გათავისუფლების აღსანიშნავად. და რადგან ხალხს ჭკვიანი და კეთილი მმართველი სჭირდებოდა, მეფედ ირჟიკი აირჩიეს. ტყუილად ხომ არ იყო იმ არეში ყველაზე კეთილი და გონიერი ადამიანი. რა თქმა უნდა, ოქროსთმიანი მზეთუნახავი მისი საყვარელი მეუღლე გახდა და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს. ასე დასრულდა ეს გრძელი ზღაპარი, ამბავი იმაზე, თუ როგორ გადაუხადეს ცხოველებმა ადამიანს სიკეთით სიკეთისთვის. ავმა მეფემ კი როგორ დაკარგა თავი თავისივე ბოროტების გამო.